მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. 6 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე განაგრძობს მუშაობას. არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი თაობა, ახალი ინიციატივების განცხადებას ეხმაურებიან. ახალგაზრდა იურისტების თქმით, მათთვის მოულოდნელი იყო ორგანიზაციის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანასთან დაკავშირებით. საიას აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით იურისტების საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ და საპარლამენტო განხილვებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ. თუმცა NGNI-ის პრეტენზიების არჩევნო ვადებთან დაკავშირებით არ სმენიათ. ახალგაზრდა იურისტების არჩელის შეტანის პროცედურებზეც საუბრობენ, მათი განმარტებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად თვეები სჭირდება, თუმცა გამორიცხული არ არის. კოლეგიამ განაჩენი დაჩქარებული წესით გამოიტანოს. საიას მსგავსად კოლეგების დღევანდელი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობისთვისაც. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კოდექსის ხარვეზებისა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით პოლიტიკური სუბიექტები ისედაც არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, მაისში არჩევნების დანიშვნა კი ოპოზიციას კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაღენებს. ის გასაგებია, რომ ვადებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ოქტომბრის ნაცვლად უნდა ჩატარდეს მაისში, იმიტომ რომ 4 წელი გადის მაისში, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი რა არის, ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი პროცედურები. იქ განსაზღვრულია მკაცრად ვინ არის სუბიექტები, ვინ არის არჩელის შემტანი და ვის რა შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს. იმ საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, მე პირადად არ მონაწილეობდი, მაშინ ჩვენი თავმჯდომარე მონაწილეობდა ამ შეხვედრებზე. მე როგორც ვიცი, მაშინ როდესაც ჩვენ წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ შეხვედრებზე, ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა. კერძოდ ამ ორგანიზაციას არ დაუყენებია ეს საკითხი იმ სხდომებზე, სადაც ჩვენ ვესწრებოდით და არც დიდ გაფართოებულ სხდომებზე. ამიტომ ჩვენთვის უცნობია, რა დროს დააყენეს ეს საკითხი და რა პასუხი იქნა საკონსტიტუციო კომისიისგან მათ მიმართ მიღებული. ამ ასეთი სახის სარჩელთან დაკავშირებით ჩვენ არ ქონია კონსულტაციები და ჩვენთვის არ უთქვამთ, რომ ესეთი იდეა ქონდათ მათ, აი ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტეს ზუსტად აი ეხლა ამ არჩელის შეტანა, როგორი კანონიც არ უნდა ქონდეს ჩვენ დღეს, აი ისეთი ნაკლოვანებებიც რომ არ იყოს კანონში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ხომ, მაინც აი ესეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში არჩევნების დანიშვნა არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ ძალებს უნდა ქონდეთ საშუალება იმისთვის, რომ ნორმალურად ჩაერთონ წინა საარჩევნო კამპანიაში და სხვადასხვა ფორს-მაჟორულ სიტუაციებში არ მიიღონ გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა, ახალი ინიციატივა კონსტიტუციის ძველი რედაქციით გათვალისწინებული ვადების ამოქმედებას მოითხოვს და საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის მაისში ჩატარების თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის. ამას გარდა დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. მიხეილ დევდარიანის განმარტებით სახელმწიფო სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლი და 10 თვით უწევს. ახალი თაობა, ახალი ინიციატივის ხელმძღვანელის განმარტებით მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტების მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ ამჟამად კი კანონიერი ვადების დადგენას საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების გადაცილება გამოდის 6 თვის ვადით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცილების ვადა გამოდის 10 თვე. ანუ შესაბამისად დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქემ, როცა აკეთებდა არჩევას, თავის როცა არჩევანი გააკეთა, მან აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრები 4 წლით და არა 4 წელიწად ნახევრით და პრეზიდენტი აირჩია 5 წლით და არა ფაქტიურად 6 წლით. ჩვენი შეფასებით არის ისეთი, რომ საქართველოს პარლამენტმა თვითნებურად გაიგრძელა თავისი უფლებამოსილების ვადა. ანუ დაარღვია კონსტიტუციის მე-5 მუხლი და თვითნებურად მიითვისა ხელისუფლება. რატომ არ დადგა აქამდეც იყო და მართლა ძალიან ისეთი იმედი მქონდა, რომ იქნებოდა შესაბამისი ადეკვატური რეაგირება, მაგრამ ეხლა უკვე აღარ არის იმის ვადა, რომ უკვე იმ ვიღაც კეთილნებაზე ვიყო დამოკიდებული. მხოლოდ არსებობს შესაბამისი საარჩელი, მხოლოდ კონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დაამყაროს წესრიგი და გააუქმოს ეს ნორმები. ვადები არის საკმაოდ მჭიდრო, საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ ექნება 30 დღე, რომ განიხილოს სარჩელი. ანუ შეიძლება მან გადაწყვეტილება მიიღოს და ალბათ გაითვალისწინებს იმ ვითარებას, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის და შეიძლება უფრო დაჩქარებულად მიიღოს, მაგრამ 30 დღე აქვს მაქსიმუმ სარჩელის მიღებიდან, რომ გადაწყვიტოს დადებითად თუ არ ყოფითად. თუ გადაწყდა, თუ არ ყოფითად გადაწყდა, შესაბამისად არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ჩემი პოზიცია ნამდვილად არ შეიცვლება მაგითი. თუ გადაწყდა დადებითად,
არჩევნები და ჩატარდეს არაუგენეს ივნისისთვის მაშინ. კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით კი საპრეზიდენტო არჩევნების ვადის შეცვლის შემთხვევაში 2009-2010 წლებში მიღებული კონსტიტუციური რეფორმა წყალში ჩაიყრება. მისი განმარტებით დოკუმენტში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ნორმები, რომელიც ამ რეფორმისას იყო დადგენილი და კონსტიტუციურ კანონში აისახა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას, მისი განმარტებით ამ შემთხვევაში პრობლემა ნაკლებია და თუ სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს დააკმაყოფილებს, მხოლოდ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო, რათა გაუქმდეს ის გარდამავალი დებულება, სადაც წერია, რომ პარლამენტის არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს და არჩევნების ჩატარების ახალი ვადა უკვე ამის შემდეგ დადგინდეს, განმარტებს დემეტრაშვილმა. არჩევნები არ არის შეტანილი. ამიტომ ძალიან ძნელი არის იმას ვსაუბრობ. ალბათ ამაზე შეიძლება. სამართლებრივად არის უკვე დადგენილი, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები უნდა ჩატარდეს მისი ვადის ამოწურვის, უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს აუცილებლად მხოლოდ ოქტომბერში. ანუ რა უნდა გააპროტესტოს მიშა დევდარიანმა, მე არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ. ანუ ამ სარჩელში რა უნდა ჩაეწეროს. საპარლამენტო უმრავლესობა კი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის შეცვლას არაკონსტიტუციურს უწოდებს. პავლე გუბლაშვილისა და ხათუნავით შეურის განცხადებით არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა ახალი ინიციატივის განცხადებას ხელისუფლების ინტერესს უკავშირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. მათი განმარტებით არჩევნების თარიღის გადმოწევა ამ მომრჩეველთა სიების გადამოწმებას გაართულებს, პარტიებს კი მოსამზადებლად ნაკლები დრო ექნებათ. ქართული დასის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილის ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ქრისტიან დემოკრატები მაისში არჩევნების გადმოტანას არ ეთანხმებიან, მათი განმარტებით ამ საკითხის განხილვის უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, თუმცა თუ საარჩევნო ვადები შეიცვალა, ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შევა. ქრისტიან დემოკრატი მთავარ საფრთხეს ამ დროისთვის საარჩევნო სიების გადამოწმების დაუსრულებლობაში ხედავენ. გიორგი ახვლედიანი უჭირს იმის თქმა, უკავშირდება თუ არა არჩევნები მაისში გადმოტანის ინიციატივა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, თუმცა ქრისტიან დემოკრატების აზრით ეს მხოლოდ ბიზნესმენისთვის შექმნილი პრობლემა არ იქნება. ექსპერტი კახაშვილი კი არჩევნების მაისში ჩატარებას ნაკლებ რეალურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეს კამპანია სხვა თემის გადასაფარად სჭირდება. მსგავს არჩევნს არანაირი საფუძველი არ აქვს. კონსტიტუციაში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბრის თვეში. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება 2013 წლის ოქტომბერში. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც განსაზღვრა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ჩვენ დაველოდებით რა თქმა უნდა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ საკონსტიტუციო ვადებში ჩატარდება არჩევნები ოქტომბრის თვეში. როგორც ჩანს, ხელისუფლებას გათვლილი აქვს ის პროცესები, რომელსაც ეხლა აქვს ადგილი, ეს დაკავშირებული ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის პროცესთანაც და როგორც ჩანს, ამ ვადების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ მას გვერდში ყავს ფსევდოოპოზიცია, რომელიც მას პოლიტიკურ ველში გაუწევს კონკურენციას, ფსევდოკონკურენციას, მას ის რეალური ოპოზიციური ძალები მიაჩნია უბრალოდ პოლიტიკური ველიდან გასაწევად. ეს არის ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდროდ დაკავშირებული, ასე იგი, არასამთავრობო ორგანიზაცია. ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტს ამ გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესში ნერვებმა უტყუნა, ვეღარ გაუძლო და ცდილობს ახლა არეულობაში შემოიტანოს ოპოზიციურ პლანზე, ანუ ჩვენ ნაკლები დრო გქონდეს მოსამზადებლად ორგანიზებისთვის. ხელისუფლებას აქვს გადაულახავი შიში. იგი ფიქრობს, რომ მაისამ ოქტომბრამდე ვერ გაძლებს მრავალი მიზეზის გამო, არ ეყოფა არავითარი რესურსი იმისთვის, რომ მიიტანოს თავისი თავი არჩევნებამდე. ამ მდგომარეობაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ როგორც ჩანს, თავის სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაცია შეეტანოს საკონსტიტუციო სარჩელი. ჩვენ ვიყავით მზად აი ესეთი განვითარებისთვის მოვლენების, არა გადამწყვეტი მნიშვნელობა ქართული ოცნებისთვის, როდის იქნება არჩევნები. იქნება მაისში დავამარცხებთ სააკაშვილს, იქნება ოქტომბერში დავამარცხებთ სააკაშვილს. ჩვენი შეფასებით, როგორც სამართლებრივად, ასე პოლიტიკურად ეს არჩევნები უნდა გაიმართოს ოქტომბერში. მით უმეტეს, კიდევ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის სიების დაზუსტება და ეს უკვე გაწერილი არის, გეგმა არის, რომელიც სადაც ზაფხულს უნდა დამთავრდეს. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ დღეს თუ ვინმეს შეუძლია ჩაატაროს სრულფასოვანი არჩევნები უახლოესი 2 თვის განმავლობაში.
და 2 თვის შემდეგ და არის მზად არჩევნების ჩასატარებლად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. ვერც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დღეს ვერ განაცხადებს თავდაჯერებით იმას, რომ ის არის მზად იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩაატაროს 2 თვეში არჩევნები და მიიღოს მონაწილეობა. ბიძინა ივანიშვილის გამო შეიძლება ეს მოხდეს თუ უბრალოდ იმის გამო, რომ ყველაზე მომზადებული, ყველა სხვა პოლიტიკურ ძალაზე მომზადებული ხელისუფლება აღმოჩნდება. ჩვენ მთავარია ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ეს პროცესი ჩვენივე მეშვეობით არ დავაჩქაროთ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ინტერესებში მაისში არჩევნების ჩატარება არ უნდა შედიოდეს. იმიტომ რომ გახსოვთ რომ ალბათ რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმ 12 პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ჩათვალეს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას აუწყეს რომ თურმე ხელისუფლებამ რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯი შესთავაზა მათ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ამ კომისიამაც თუ არ დააზუსტა სია და არჩევნები შეჩატარდა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ხელს აწერდნენ ხელისუფლებასთან ერთად და იძახდნენ რომ წინ გადადგმული ნაბიჯი ისინიც გამოვლენ და იტყვიან რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უარი თქვა სამართლიან არჩევნებზე ჩატარებაზე. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით საკონსტიტუციო სასამართლო საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს. ამასთან როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების თამაშს თამაშობს. ლეიბორისტები კი მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა, ახალი ინიციატივის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა კვლავ ნაციონალურ მოძრაობას ექნება. სუსო შატბერაშვილი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ გამორიცხავს და მოსახლეობას ხვალ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. პარტია საქართველოს გზაკი არჩევნების გადმოტანის ინიციატივას იურისტთა ჯგუფთან ერთად სწავლობს, თუმცა მასში მონაწილეობას არ გეგმავს. ამავე პოზიციაზე არიან თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა და ზვია ძიძიგური, თუმცა ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების ინტერესს ემსახურება. დღეს არჩევნებისთვის თუ ვინმე არის მზად, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი და არა იმიტომ, რომ ყველაზე მაგრები და ყველაზე კარგები არიან, არამედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში არის შექმნილი ისეთი რეალობა, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს რეალურად რესურსი და შესაძლებლობა, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია აწარმოოს. მე მხედველობაში მაქვს მედია რესურსი, რომელიც 90% შემთხვევაში ღია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისათვის და მმართველი ელიტისათვის. მე მხედველობაში მაქვს ფინანსური რესურსი. მე არ გამოვრიცხავ, რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მომენტები ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის აქტიურობას, იმიტომ რომ ჩვენ ეს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. ახლა ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და ლიდერმა ეხლა დაინახა, რას ნიშნავს, როდესაც ცილს დაგწამებენ, რას ნიშნავს, როდესაც ჩამოგართმევენ იმ ქონებას ან გაგიფუჭებენ, რომელიც შენ საერთო საქმის გასაკეთებლად გჭირდება. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად გასაგებია, როგორ დასრულდება ეს არჩევნები. ხა მე ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის ასე ვთქვათ შესახებ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, იმიტომ რომ არ ვიცით ჯერ როდის ჩატარდება არჩევნები და მიღწეული იქნება თუ არა ელემენტარული შესაძლებლობა მაინც რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, ამიტომ ჯერჯერობით მე გადაჭრით არც ერთს ვამბობ და არც მეორეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დირიჟორობით მზადდება მორიგი სახელმწიფო გადატრიალება. ვაშინგტონის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ ახალი თაობა, ახალი ინიციატივა, რომლის დამაარსებელია IRI, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი არჩევნების მაისში გადმოტანის თაობაზე. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს მიიღებს პარლამენტს, სადაც ხელისუფლება მთლიანად უზურპირებული იქნება და ამით ქვეყანაში სამუდამოდ აღიკვეთება ეროვნული ძალების მოღვაწეობა. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას ხვალ 17 თებერვალს შემოუერთდეთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ მიტინგს. ჩვენ იმ თავით ვიყავით მზად იმისთვის, რომ შესაძლოა ხელისუფლებას იმდენად შეშინებოდა მზარდი პოპულარობის ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რომ ადამიანელი არჩევნების გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თქვა, რომ ოქტომბერში გაიმართებაო. ამიტომ ჩვენ ამისთვის ვართ აბსოლუტურად მომზადებული და ვფიქრობ
ვფიქრობთ, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ იმით დამთავრდება, რომ ეს ხელისუფლება დასრულდება უფრო ადრე, ვიდრე ჩვენი გეგმითება განზრახული, ანუ ოქტომბერში. ანუ დასრულდება მაისში, ანუ მაისში მოვიპოვებთ იმ გამარჯვებას, რომელიც უნდა მოვიპოვოთ ოქტომბერში. ეს სახელისუფლების სურვილი გააკეთონ და განახორციელონ ასეთი ტიპის ნაბიჯი არჩევნების გადმოტანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კოალიცია ქართულ ოცნებას, ჩვენ მზად ვიყავით იმისთვისაც, რომ მაისში ჩატარებულიყო არჩევნები, ასე რომ ჩვენთვის ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ოქტომბრის ნაცვლად ხელისუფლება ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში ასეთ შემთხვევაში დავამარცხებთ მაისში. ყველა არჩევნები, რომელიც ჩატარდა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე, ყველა არჩევნები ჩატარდა არჩევნების თარიღის შეცვლით და ეს ბუნებრივია, ხელისუფლებას აძლევს უპირატესობას, იმიტომ რომ როცა მთელ პოლიტიკურ სპექტრს გონია რომ სიტყვაზე არჩევნები ტარდება ერთ სეზონზე და სინამდვილეში მე არჩევნები ტარდება სრულიად სხვა დროს და ინფორმირებული არის ამის შესახებ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა. ბუნებრივია რომ ეს ამ ერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს უპირატესობას. მე შეგახსენებთ რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არავის არ მოუთხოვია ისე ჩატარდა ვადამდე 2008 წლის იანვარში. საპარლამენტო არჩევნები 2008 წელს, რომელიც ასევე მაშინ შემოდგომაზე იყო დანიშნული, მერე ჩატარდა გაზაფხულზე. თუ საპარლამენტო არჩევნები მაისში დაინიშნება, საარჩევნო სიების მონიტორინგის კომისია ამომრჩეველთა გადამოწმებული სიების წარდგენას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციძემ განაცხადა. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციის ახალი თაობა, ახალი ინიციატივა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ერთადერთი მიზანის იყო, რომ ამ საკითხზე არსებულ მითქმა, მოთქმასა და ვარაუდს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა, ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოსგან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლას ითხოვს. საუბარია საპარლამენტო არჩევნების 2012 წლის მაისში ან ივნისის დასაწყისში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის იანვარში ჩატარებაზე. მაშინ როდესაც მე პარლამენტში როგორც დეპუტატი ვჩხუბობდი, საერთოდ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, გარკვეული ანალიზისა და დაკვირვების საფუძველზე, თუ გნებავთ გამოცდილების საფუძველზე, 99.9%-ით შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ასე მინდა. მე რომ ასე არ მინდა, მე ამაზე ვლაპარაკობდი 2006 წელს ჯერ კიდევ. თუ მაისში ჩატარდება პირობითად არჩევნები, მინდა გითხრათ, რომ კომისია ვერ წარმოადგენს კარდაკარის პრინციპით დაზუსტებულ სიებს, იმიტომ რომ ელემენტარულად დროში ვერ ჩავეტევით, მაგრამ ეს ყველაფერი კომისიის გადაწყვეტილების ან კომისიის სურვილის მიხედვით არ წყდება. ამ ყველაფერს წყვეტს საქართველოს პარლამენტი და უკვე გადაწყვიტა ეს ყველაფერი 2006 წელს საქართველოს პარლამენტში. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხდომა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, კარდაკარის ჩატარების მასშტაბებსა და ვადებზე მსჯელობს. დღესვე უნდა დაზუსტდეს გამოკითხვისთვის საჭირო ჯგუფების რაოდენობა. ამას გარდა კომისიაში შემავალი არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიების სიების დაზუსტებისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს გადაინაწილებენ. ამომრჩეველთა დაზუსტების სიებს კომისია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აგვისტოს 1 რიცხვებისთვის წარუდგენს. კომისიის მორიგის ხდომა, სადაც გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება განხილული კარდაკარის პროექტთან დაკავშირებით, მის მასშტაბებთან დაკავშირებით, მის სპეციფიკასთან დაკავშირებით, მის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, უახლოეს გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის სტრუქტურები, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში გარკვეულ გადახალისებას საჭიროებს, ამ კუთხითაც გვექნება მსჯელობა და ჩვენ ხვალიდან გვაქვს გასვლითი ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, სადაც მეთოდოლოგიაზე კიდევ უფრო მეტად უნდა დავკონკრეტდეთ, კიდევ უფრო მეტი დეტალიზაცია უნდა შევიტანოთ თებერვალსა და მარტში კარდაკარის მომზადებაში, რათა აპრილ-ივნისში, როგორც ძირითადი აქცია, ასევე მისი კონტროლი განვახორციელოთ და მზად ვიყოთ იმისათვის, რომ კარგი სია დავდოთ 1 აგვისტოსათვის. დღევანდელ კომისიის ხდომაზე ჩვენ ძირითადად უნდა განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც არის დაკავშირებული კარდაკარ პროგრამასთან, იცით თქვენ სიების გადამოწევის უმთავრესი მეთოდი ერთ-ერთი გახლავთ კარდაკარი, ბევრი სხვა მეთოდებთან ერთად და დღეს ჩვენ ვიმუშავებთ მეთოდიკას, რა პრინციპით უნდა მოხდეს კარდაკარ გადამოწევა, რამდენი ინტერვიუერი უნდა შეარჩიოს კომისიამ, რა პრინციპით, საარჩევნო უბნების სიდიდის მიხედვით, მათში ამორჩეველთა რაოდენობის მიხედვით და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად ის პირველი ნაბიჯი მოსაზადებელი სამუშაო, რომელიც აუცილებელია საიმის, რომ მე სულფას უნდა ჩავატაროთ კარდაკარი მთელი საქართველოს მასშტაბით. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოც ცესკო იმის შესაბამისად იმოქმედებს არჩევნების კანონი დადგენილ ვადებში ჩასატარებლად კი ყოველთვის მზად არის ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით სამუშაო გეგმის მიხედვით კომისია არჩევნების ოქტომბერში ჩატარებისთვის ემზადება, თუმცა კანონით ვადამდელი არჩევნები იქნება გათვალისწინებული, კომისია ამისთვის მზად იქნება.
ჩვენი ყველა სამუშაო გეგმით დღევანდელით ჩვენ მემზადებით არჩევნების ჩასატარებლად ოქტომბერში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის შემთხვევები, რომელსაც კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება ადრე გაიმართოს და თუ კანონმდებლობის ეს მექანიზმები იქნება გამოყენებული, საარჩევნო კომისია ყოველთვის იქნება მზად ვადებში კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით შეატაროს. პრიგარეში არჩევნები საერთოდ ყოველთვის გულისხმობს, რომ შედარებით უფრო დაჩქარებული წესით ხდება ყველა პროცედურა, ყველა პროცესი და კიდევ ერთხელ ხაზს უსმენ, რომ ჩვენ ყველა სამუშაო გეგმით მევზადებით ოქტომბრისთვის არჩევნებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის ტექნიკური საშუალებები, რომ თავადი კანონით დადგენილ ვადაში რიგარეში არჩევნებით ჩავატაროთ. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა შედგა, რომელსაც საბჭოს წევრები საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ. საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს, მათ შორის გასაჩივრების ახალ მექანიზმებს, ის ფორმირების ახალ წესსა და არჩევნების ჩატარებისთვის საფინანსო კონტროლის ახალ ბერკეტებს გაეცნენ. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით დაინტერესებულ მხარეებთან ერთად საბჭომ მსიახლებზეც იმსჯელა, ახალი საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო საბჭო ცესკოს ინიციატივით 2010 წლის დეკემბერში შეიქმნა და მას შემდეგ 8 შეხვედრა გამართა. დღეს იმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ მხარეებთან, ანუ პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ასევე ექსპერტებთან ჩვენ ვიმსჯელებთ იმ სიახლეებზე, რომელიც ახალი საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული, იმ გამოწვევებზე, იმ ტექნიკურ სირთულეებზე თუ გადალახვის გზებზე, რომელიც ახალი კოდექსის მიღებასთან არის დაკავშირებული. ცესკოს საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოზე განხილული იქნა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები. მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ასევე ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის თავისუფალ და კონკურენტულ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიციაზე 170-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა. კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის წევრის მაგდა პოპიაშვილის განმარტებით პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერები გაგრძელდება. ხოლო პეტიცია საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად პარლამენტს გადაეცემა. უახლოეს დღეებში კი კამპანიის ეს შენ გეხება ვებგვერდი და სოციალურ ქსელ Facebook-ზე სპეციალური გვერდი ამოქმედება, საიდანაც საზოგადოება კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მიიღებს. პეტიციაში, რომელსაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა მოაწერეს, ხელი ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას აცნობიერებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიიღო პარლამენტმა დეკემბრის თვეში, ლახავს არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების თუ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედია ორგანიზაციის უფლებებს, არამედ ის ლახავს თითოეული ამომრჩევლის უფლებას და თითოეული ეხება თითოეულ ჩვენგანს და ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. აი სწორედ ამ ინფორმაციის მიტანა ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეებამდე და მათი ჩართვა ამ კამპანიაში იმისათვის, რომ ეს პეტიცია, რომელიც ხვალ უკვე ოფიციალურად შევა პარლამენტში, რეალური შედეგი გამოიღოს, ანუ პარლამენტი იძულებული გახდეს შეცვალოს კანონი იმისათვის, რომ ის დაუბრუნდეს რაღაცა ნორმალურ საკანონმდებლო ჩარჩოებს. თავარი პრობლემები ეს არის, რომ არამარძომიერი შეზღუდვები არის დაწესებული როგორც არასამთავრობო სექტორისათვის, ისე ფიზიკური პირებისათვის, პარტიებისთვის არის დრაკონული პირობები აბსოლუტურად და აგდებს არათანაბარ ვითარებაში მართულ პარტიასთან და სწორედ ამის გამოსწორებისკენ არის მიმართული ის პეტიციაც, რომელსაც დღეს საზოგადოების წარმომადგენლები აწერს ხელს. სამხედრო სავალდებულო სამსახური შესაძლოა შემოდგომიდან 15 თვიანი გახდეს. კანონპროექტი პირველი მოსმენი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა უკვე განიხილა. დღეს კი მოსმენა ადამიანის უფლებათა კომიტეტში მოეწყო. კანონპროექტი პარასკევს პირველი მოსმენით სესიაზეც გავა. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ 18-დან 27 წლამდე წლევანდელები სავალდებულო სამსახურში უკვე 15 თვეს გაატარებენ. ეს ცვლილება არ ეხება მათ, ვინც სავალდებულო სამსახურს უკვე იხდის. საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტს არ გაცნობია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს ინიციატივა არჩევნებს უკავშირდებოდეს.
გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ უახლოვდებით ნატო სტანდარტებს, ის პროგრამა, რაც თავდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული, ტაქტიკური მეცადინეობები, თეორიული და ფიზიკური თქმა, ეს მთლიანი ციკლი არ ჯდებოდა 12 თვეში და აქედან გამომდინარე, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში სრულყოფილად მოხდეს ამ პროგრამის ათვისება, აი ამან გამოიწვია ეს სამთვიანი ზრდა. შეიძლება ეს დაუკავშიროთ რეზერვის გაუმართავ სისტემას ზოგადად. შეიძლება ეს დაუკავშიროთ ასევე არჩევნებს მოახლოებულს, რომ შესაძლებელი ადამიანები რეზერვში გაწეული იყვნენ მაშინ, როცა არჩევნები კარს მოგვადგება. მე არც ამას არ გამორიცხავ. ყოველ შემთხვევაში ის რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამ კუთხით ყველაფერი წესრიგში არ არის, ეს ფაქტია. ნატო სტანდარტებთან მიახლოება ეს არის ოფიციალური, ასე ვთქვათ, საბაბი იმისთვის, რომ გაიზარდოს შემადგენლობა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს საკონტრაქტო სამსახურით გათვალისწინებული ჯარისკაცების ყოფნა ქართულ არმიაში, ვინაიდან ეს არის ბიუჯეტთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აიღო შეერთებული შტატების წინაშე ვალდებულება, რომ ISAF-ის პროგრამაში კიდევ ჩართავს ერთ ბატალიონს, ეს გულისხმობს, რომ ქვეყნიდან საკონტრაქტო მოსამსახურეთა გადინება იქნება, ასე ვთქვათ, გარანტირებული. რეორგანიზაციაში ჩავატარებ ჯარში იმის გამო, რომ ნატო სტანდარტებთან იყოს მიახლოებული, ნატოს არის საუკეთესო სამხედრო სტანდარტები, ამიტომ ეს მისასალმებელია მხოლოდ და მხოლოდ. შემოსავლების სამსახურის განცხადებით კი შპსY-ს კუთვნილ ტვირთის დაზიანების შესახებ უწყება მხოლოდ 5 დღის შემდეგ 14 თებერვალს შპსY-ს წარმომადგენელთა პრესკონფერენციიდან შეიტყო, თუმცა Y-ს კუთვნილი მერსედესის მარკის მიკროავტობუსი ბათუმის პორტში 9 თებერვალს 13 საათზე შევიდა და საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით ტვირთის ზედაპირულად კანონის ყველა წესის დაცვით შემოწმდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით Y-ს წარმომადგენლებს ამ პროცედურაზე დასწრება არ მოუთხოვიათ. ტვირთი კი წითელ დერეფანში არ მოხვედრილა. მიკროავტობუსი მხოლოდ მისი საბარგულის სამოწმებლად გაიხსნა და ამავე მეთოდით საბაჟო პროცედურების თანახმად ყველა ავტომობილი კონტროლდება, რათა არადეკლარირებული ტვირთი საქართველოში შემოტანა არ მოხდეს. შპსY-ს კუთვნილ ტვირთთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ ინფორმაცია ბათუმის პორტის ადმინისტრაციას მიეწოდა და მიკროავტობუსი ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში გადაიყვანეს. კუთვნილი მიკროავტობუსი შპსY-ამ პორტის საკონტეინერო ტერმინალიდან 9 თებერვალს 18 საათზე გაიყვანა. პრეტენზიები ტვირთის დაზიანების თაობაზე მიკროავტობუსის გაყვანის დროს არ გამოთქმულა. შემოსავლების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია და მიუღებელი განცხადებები ბათუმის პორტში ტვირთის შესაძლო დაზიანების შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. პარტია სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზა კი მედია საშუალებებს მოუწოდებს სოლიდარობა გამოუცხადონ მაესტროს, რათა ტელეკომპანიის მაუწყებლობა მუშაობის ძველ რეჟიმს დაუბრუნდეს. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ბალიაშვილმა დღეს მედიაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაციონალური არხები ხელისუფლებისადმი ლოიალურები არიან და ეთერში გასული სიუჟეტები წინა საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უწყობენ. პარტია უახლოეს დღეებში საზოგადოებას ნაციონალური არხების მონიტორინგის შედეგებსაც წარუდგენს. ის შეტევა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ბატონი ერასტი კიწმარიშვილის დახმარებით ტელეკომპანია მაესტროს წინააღმდეგ განახორციელა და აშკარად დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და ამის შემდეგ სამართლებრივი გამოძიება და დამრღვევთა სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, კლავს ქვეყანაში იმ დემოკრატიის მცირე ნიშნებსაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას გადაურჩა. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ადგილობრივ საზოგადოებას, ტელეკომპანიებს და მედია საშუალებებს ზოგადად სოლიდარული ვიყოთ ტელეკომპანია მაესტროს მიმართ, ასევე არსებობენ ნაციონალური ტელეარხები, გულისხმობ ტელეკომპანია პირველ არხს, ტელეკომპანია რუსთავიორს, ტელეკომპანია იმედს, რომელთა საინფორმაციო პოლიტიკაც და საინფორმაციო ეთერის ბადე იგეგმება ხელისუფალთა კაბინეტებში. არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო თვალშისაცემი ხდება ტელეკომპანია რუსთავიორის, ტელეკომპანია პირველი არხის, ტელეკომპანია იმედის რბილად რო ვთქვათ ლოიალური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 3 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. ნიკოლოზ ნარსიძე, ნატალია დვალისა და ლევან ნიჟერაძის კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნას. სწორედ მათგან ერთ-ერთი შორენა შავერდაშვილის ადგილს დაიკავებს და ამ პოზიციაზე 2015 წლის სექტემბრამდე დარჩება. შავერდაშვილმა კი მაუწყებლის საბჭოდან წასვლა ინტერესთა კონფლიქტის გამო გადაწყვიტა. მისმა ჟურნალმა ცხელმა შოკოლადმა რადიო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო და კანონი მას ამ თანამდებობაზე დარჩენას უკრძალავს. სამეურვეო საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა დავით აფრასიძე, ასევე საჯარო სამსახურში წავიდა. სამეურვეო საბჭო დატოვა ქალბატონმა შორენა შავერდაშვილმა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ
ცხელმა შოკოლადმა მიიღო რადიო მაუწყებლობის ლიცენზია და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მეორე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ფლობს ან თანამფლობელია ლიცენზიისა მაუწყებლობის სფეროში. რა თქმა უნდა, გამოთავისუფლებულ ადგილზე მეურვის კანონით დადგენილი წესით ტარდება კონკურსი. ამ კონკურსში თავად სამეურვეო საბჭო არანაირად არ მონაწილეობს, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონის მესამე თავი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მეურვეთა შერჩევა. პირველადი შერჩევა ხორციელდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, გადაცემს ამ კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს. უნდა იყოს 3 კანდიდატურა მაინც, რომ პირველი ეტაპი ჩაითვალოს დასრულებულად და შემდეგ საქართველოს პარლამენტში ხდება კენჭისხრა და ის კანდიდატი, რომელიც ხმებთან შედარებით დააგროვებს მეტ ხმებს, ხდება მეურვე. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში კი ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს გუშინ გაუჩინარებულ მოზარდს მაშველები და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. 15 წლის ანდრია ლაგვილავა სახლიდან რძის მოსატანად გავიდა და არ დაბრუნებულა. ფერმაში მისვლამდე მას მდინარე რუხის წყალი უნდა გაევლო, ადგილობრივთა თქმით კი მოზარდის წყალი სწორედ მდინარესთან იკარგება. თვითმხილველების, რომლებმაც ანდრია ლაგვილავა მდინარესთან 5 საათისთვის შენიშნეს, ქართველი სამართალდამცავები არიან, თუმცა კომენტარს მომხდართან დაკავშირებით არ აკეთებენ. ერთ-ერთი ვერსიით მოზარდი მდინარეში გადავარდა. გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიცია სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეობრივი აღწრულია. თვითმხილველების განმარტებით ის ბოლოს ნახეს მდინარის პირას. ახლა მუშაობს სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა ნავებით. მობილიზებული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ენგურის შესართავიდან მდინარეს გასწვრივ აწარმოებენ საძიებო სამუშაოებს და ჯერჯერობით სამწუხაროდ უშედეგოდ მიმდინარეობს ჯერ არის თუ არა მოსალოდნელი სოციალური აფეთქება გიორგი ახვლედიანის განცხადებით უახლოეს თვეებში შესაძლოა ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დევნილებისა და ფერმერების პროტესტი მოხვდეს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის განმარტებით ხელისუფლებამ დევნილებს 100 კილოვატ ენერგიაზე შეღავათი მოხსნა და ეს იმით ახსნა, რომ აქამდე მთავრობის მიერ გამოყოფილი 28 ლარიან სოციალურ დახმარებაში ელექტროენერგიის შეღავათისთვის დევნილებს 6 ლარს უქვითავდნენ. ახლა კი შეღავათი გაუქმდება და თანხაც არ ჩამოეჭრებათ. გიორგი ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რადგან 100 კილოვატ ელექტროენერგიას 17 ლარი სჭირდება. ქრისტიან-დემოკრატები ფერმერების პრობლემაზეც საუბრობენ, მათ ჰიბრიდული სიმინდის დასათესად აღებული ვალის გასტუმრების ვადა ახლახან ამოეწურა, თუმცა ქრისტიან-დემოკრატების განმარტებით ხელისუფლება ამ ხალხს საჭირო შეღავათს არ აძლევს. საქმე ეხება იმ ერთადერთი ყველაზე ხელშესახები და რეალური შეღავათის გაუქმებას, რომელიც გაუქმდა დევნილებს ამ ბოლო დღეებში, ეს გახლავთ ერთ სულ დევნილზე 100 კილოვატი ელექტროენერგიის შეღავათი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს იყო რეალურად რო ვთქვათ, ამ ადამიანების ზამთარში გადარჩენის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა. აი ამ ცივი ზამთრის პირობებში დევნილების მდგომარეობა შეიძლება სოციალურ აფეთქებამდეც კი მივიდეს, რაც ნამდვილად ამ შემთხვევაში სასწრაფოდ არის აღმოფსახრელი და ჩვენ ძალიან კონკრეტულად ვაყენებთ საკითხს, რომ გადახედილი იქნეს ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ვაყენებთ საკითხს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რასაც ქვია დევნილებზე ზრუნვა, უნდა იქნას დათხოვნილი 20,000 ადამიანი, ფერმერი, გლეხი თუ ინდივიდუალური კერძო მეწარმე დაზარალდა, მათ ჩაუვარდათ მოსავალი, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მათ ტვირთად დააწვათ უმძიმესი ისევ განვადებით გამოტანილი სათესლე მასალის თანხა, რომელიც არ არის ცოტა, ეს არის თითო ჰექტარზე დაახლოებით 350 ლარი. შესაბამისად ჩვენ მთელი სექტემბრიდან მოყოლებული ყოველდღიური ბრძოლის შედეგად ქრისტიან-დემოკრატებმა ის კი მოახერხეთ, რომ რაღაც ნაწილ ამ ადამიანებსა, რომელსაც 1 ჰექტარი ჰქონდათ, მათ გაუთავისუფლდათ ეს გადასახადი და ისინი ამ 350 ლარს არ გადაიხდიან, მაგრამ უკვე ვისაც აქვს 2 ჰექტარი და მეტი, ის ადამიანები აღმოჩნდნენ პრაქტიკულად განწირულები. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა კი C ჰეპატიტის მკურნალობის დიაგნოსტიკისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების ინიციატივით გამოდის. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, C ჰეპატიტი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ძვირად ღირებულ მკურნალობას საჭიროებს. შესაბამისად, დაავადებულთა 95% მკურნალობას ვერ ახერხებს. ანიკაშვილის განმარტებით, ქვეყანაში არ მოქმედებს დაავადების პრევენციის პროგრამები და სათანადო კონტროლი არ ხორციელდება იმ დაწესებულებებზე, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.
ქრისტიან დემოკრატებისთვის მიუღებელია ის უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება ავლენს წლების განმავლობაში C-ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ, როდესაც ქვეყანაში არ მოქმედებს C-ჰეპატიტის მკურნალობის დიაგნოსტიკის და პრევენციის არც ერთი პროგრამა, მაშინ როდესაც ამ დაავადებამ უკვე მიიღო შემაშფოთებლად ფართო გავრცელება ქვეყანაში და საქართველოს გადაიქცა ლიდერ ქვეყანად რეგიონში C-ჰეპატიტის გავრცელების თვალსაზრისით. ძალიან ოპტიმისტური ვარაუდით საუბარი არის 200,000 ინფიცირებულზე, მაგრამ სტატისტიკა არის მხოლოდ სავარაუდო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებთან ერთად ბიზნეს ფორუმი გახსნა. შემაჯამებელი ბრიფინგზე ვერა კობალიამ აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ რეგიონი, რომელსაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. აზერბაიჯანი და თურქეთი კი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, როგორც ინვესტიციების, ასევე სავაჭრო ბრუნვის კუთხით. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შაჰინ მუსტაფაევის განცხადებით კი მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა. თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. ფორუმის დასრულების შემდეგ კი ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ და აქვთ გამართონ ორმხრივი შეხვედრები და აწარმოონ მოლაპარაკებები პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან შესაბამისი სექტორების მიხედვით. დღევანდელი ფორუმი არის პირველი ესეთი ფორუმი, სადაც სამი ქვეყნის მინისტრი ერთად ბიზნესთან ერთად საუბრობთ ამ საკითხებზე. ჩვენ ვართ რეგიონი, სადაც საქართველოსთვის ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ორი ქვეყანა, ვისთანაც ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს, ორი ქვეყანა, რომლებიც შედიან ხუთეულში ჩვენი საინვესტიციო მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს ბიზნეს ფორუმი იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა და ვაჩვენოთ არა მხოლოდ მთელ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ეს არის მომავლის რეგიონი. რეგიონალური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში აზერბაიჯანმა ბოლო 5 წლის მანძილზე 800 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. საქართველოში რეგისტრირებულია 272 აზერბაიჯანული კომპანია და დასაქმებულია 700 ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება ბაქო-თბილისი-ყარსის და ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტები. დღევანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ყარსში, აგვისტოში კი ფორუმი აზერბაიჯანში გაიმართება. პროფკავშირების გაერთიანება ქართველ მეზღვაურთა უფლებების დასაცავად საქართველოს ხელისუფლებას ორი კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. პირველი ზღვაოსნობაში შრომის შესახებ კონვენცია, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2006 წელს იქნა მიღებული. კონვენცია საქართველოს მთავრობაც უერთდება, თუმცა იმისთვის, რომ ის კანონად იქცეს 30 ქვეყნის მხარდაჭერა საჭირო. მეორე კი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 195 კონვენცია, რომელიც მეზღვაურთა პირადი დოკუმენტაციის გაყალბების შესაძლებლობას გამორიცხავს. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით პროფკავშირებს მიაჩნია, რომ მეზღვაურების საბუთები რეგულარულად უნდა შემოწმდეს. საზღვაო ადმინისტრაციამ კი კომპანიების მიერ გაფორმებული კონტრაქტები და მათი საქმიანობა გააკონტროლოს. პროფკავშირების ინფორმაციით საქართველოში 3000 მეზღვაურია და მათგან მხოლოდ 1000-მდეა დაცული. შესაბამის ქვეყნებთან რათა კანონად იქცეს და ვალდებულებად იქცეს ეს კონვენცია, იმიტომ რომ როგორც მოგახსოვს